ვინმე მოვიდა, ვინმე გეხმარებოდათ, ვინმე რამეს გეუბნებოდათ, აი ხელისუფლება როდის გამოიფხიზლდა, რომ ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ? მართალი რომ მოგახსოვთ ბატონო სოზარ, მე პირადად ხელისუფლების წარმომადგენლები იქ პირადად არავინ არ მინახავს, უფრო იყვნენ მოქალაქეები, უფრო თითქოს ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები თუ რაღაც, ვინც ცდილობდა ვითომ რაღაცა შემოეტანა და მახსოვს შემოგვიტანეს საბნები. ის საბნები არ იყო ბატონო ზოზა და ლეიბები. ის იყო ჩვენი მასხარად აგდება. საშინელი სუნი ასდიოდა. უბრალოდ რომ მე პირადად ვერავის ვერ შევკადრებდი ასეთ რაღაცას და კი მე ჩვენი პროტესტის მერე ვაკეს საბურთალოს თვალხსდები გამგებელი იყო მოსული, რომელთანაც დავაყენეთ ეს საკითხი და მან ყურადღება მაშინ მოგვაქცია. მაშინ, როცა ჩვენ უკვე გავაპროტესტებთ ეს, მე არ ვიცი სახელი და გვარი ვინ იყო პიროვნულად. რომელი რიცხვი იქნებოდა? სადღაც დაახლოებით ეს იქნებოდა უკვე ნოემბერ-დეკემბერი ელექტროენერგია გათიშეს, ჩაჭრილი იყო ელექტროენერგია და ეს გააპროტესტა მოსახლეობამ და ამ პროტესტს მოყვა კიდევ ის პრობლემები, რაც იყო ამოვიტანეთ ისაბნები და მაშინ ვაჩვენეთ მოსახლეობა რომ გამოვიდა და ქუჩა რომ გადაკეტა, სადღაც ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი იყო ეს დაახლოებით ეს პერიოდი, უკვე ზამთრის პერიოდი იყო. ანუ აგვისტოდან ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი. ეს საბნები ახალი შემოტანილი კონკურენცია რო დაიწყო. მანამდე იყო ახლა კერძო პირები გვეხმარებოდნენ, ჩვენი სამეგობრო წრე იყო შემოდიოდნენ უფრო ესე კერძო პირები, მართალი რომ მოგახსენოთ, ხა მე მთავრობის წარმომადგენლები მაგ პირადად არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მე საჯარო მოხელე ვიყავ, მე თან სამოქალაქო რეესტრის პერიოდის სამსახურში მუშაობდი. ნამდვილად არ მინახია იქ მოსული, მინახავს იქ მოსული ვინმე. მართლაც ნამდვილად არ მინახავს. და ეხლა ის თქვით კოტეჯები, ისინი ცოტა გვიან აშენდა, ხო? იმას ეხლა დრო სჭირდება. ეს კოტეჯები უკვე დაიწყო 2009 წლიდან უკვე მოსახლეობის გაყვანა მე პირადად 2009 წლის ნოემბერში მომიწია გადასვლა გორში კოტეჯებში საცხოვრებლად. 2009 წელი იყო უკვე. ეს სასწრაფო ტემპით შენდებოდა, თქვენს კარგად მოგეხსენებათ ბატონო სოზარ, ის როგორი ტემპით შენდებოდა, გავიხედებდით საძირკველი ბებონა რომ არ იყო გაჭრილი და უკვე კედლები იყო ამოყვანილი. იქიდან გამომდინარე ჩქარა სასწრაფო ტემპით გაყვანილი იყო დევნილები ქალაქიდან. თითქოს ტვირთი ვიყავით ჩვენ თბილისისთვის, არა მოსახლეობისთვის, არამედ მაშინდელი ხელისუფლებისთვის. მაგრამ მოსახლეობისთვის ნამდვილად არ ვიყავით ტვირთში.